სერიალი გომორა საქართველოში ძალიან ბევრმა იცის ეს სერიალი, მართლაც მაგარი კრიმინალური იტალიური სერიალია, მაგრამ ბევრმა არ იცის თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ გაგრძელდა და დღემდე როგორ გრძელდება. ასე რომ გამომიწერე მეგობარო, თუ გიყვარს ფილმები და სერიალები, მე კი გადავალ გომორას სამყაროში. მოდი თავიდან დავიწყოთ, რომ არ ავირიოთ, ანუ არსებობს ესეთი იტალიური ნეოპოლიტარული მაფიის კლანი, რომელსაც ქვია სახელწოდებით კამორა, ისინი დაახლოებით საუკუნე არსებობენ, ასე რომ ვთქვათ, და მათზე რობერტო სავიანომ ჟურნალისტმა გამომძებელმა დაწერა წიგნი, რომელიც გახდა ბესტსელერი, ასე რომ ვთქვათ და წიგნს დაარქვა გომორა, ანუ გომორა იმიტომ დაარქვა, რომ გომორა ნიშნავს ჯოჯოხეთს, ბიბლიური ჯოჯოხეთს, ასე რომ ვთქვათ, და ამის გამო კამორასგან მან მიიღო ბევრი გაფრთხილებები, სიცოცხლეზე დამუქრებით და ასე რომ ვთქვათ და დღემდე ჩვენი რობერტო სავიანო ცხოვრობს მთავრობის დაცვის ქვეშ. წარმატების შემდეგ მის ეკრანიზაციას მოეჭიდა დომენიკო პროჩაჩი, რომელიც რეჟისორის კამზე მოიწვია მატეო გარონე და მათ გადაიღეს ნახევრად ხატრული, ნახევრად დოკუმენტალური ფილმი გომორა, სახელწოდებით, რომელიც გამოვიღე ჩვენ 2008 წელს და მან მიიღო მაღალი შეფასება. ფილმის წარმატების შემდეგ ამ პროექტის ეკრანიზაციას უკვე მოეჭიდა Sky Origins-ი, რომელსაც ჩვენ გვაჩუქა ლონდონის ბანდები და გვაჩუქა ასევე ტურის დღე და გამოუშვა 5 სეზონი სერიალი გომორა, სადაც რა თქმა უნდა სევასტიანოს ოჯახი როგორც პერსონაჟები მოგონილები არიან, მაგრამ შიგნით რაც ხდება, ყველაფერი არის რეალობა. სერიალი ისეთი წარმატებული გახდა, რომ Sky Origins-მა გააფართოვა მისი სამყარო და გამოუშვა ფილმი, სადაც გვიყვება ჩიროს ისტორიას, თუ რა ხდებოდა სერიალის ორიგინალამდე და ორიგინალის შემდეგ და ფილმს სახელწოდებით ქვია უკვდავი. სიახლეც რაც შეეხება გამოვიდა ახალი სერიალი ამ სამყაროში, ასე რომ ვთქვათ, სერიალს ქვია გომორა ფესვები, გინდა გომორა საწყისი დავარქვათ, დასაწყისი, ასე რომ ვთქვათ და სერიალი გვიყვება უკვე როგორ ჩამოყალიბდა გომორას კლანი, ასე რომ ვთქვათ. მე გირჩევთ ამ სამყაროს, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას მოგიხდით, რომ მისმინეთ ბოლომდე, გამომიწერეთ თუ გიყვართ ფილმები და სერიალები, მე არ მოგაკლებთ თქვენ კონტენტს. ნახვამდის და დიდი მადლობა.